გამარჯობა, მე ლევანი ვარ და თქვენ იმყოფებით იშვიათის YouTube არხზე. დღევანდელ ვიდეოში შევეხებით თანამედროვე ავტოსამყაროში მეტად გავრცელებულ პრობლემას, რაც არის ვიბრო და ხმის იზოლაციები ავტომობილებში, უფრო საშუალო და დაბალი კლასის ავტომობილებს ეხება ეს საკითხი. ხშირად შეხვდებოდით ალბათ ეგეთ სიტუაციას, როდესაც იძახიან ადამიანები, რომ აი ძველ მანქანებს ბევრად უფრო სქელი თურმუქი ქონდა, მსგავსი პრობლემები არ ახასიათებდა, ეხელს რომ დაადებთ თქვათ სახურავზე, ავტომობილის სახურავზე არ იზნიქებოდა და ასე შემდეგ, ხო? რაც ბუნებრივია გამოწვეულია თანამედროვე სამყაროში ავტომწარმოებლებისგან ხარჯების შემცირებით, რათა მეტი სარგებელი მიიღონ მანქანებზე. ეს კი არ ეხება მაღალი კლასის ავტომობილებს, რაშიც საკმაოდ დიდ თანხას იხდის მფლობელი. ამიტომაც დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ნახავთ, თუ როგორ შეიძლება სახლის პირობებში შევეცდებით ყოველ შემთხვევაში გამოვასწოროთ აი ეს პრობლემა. და ჩვენი ავტომობილების კარებს ამ შემთხვევაში მივიცოთ რომ მყარი და მკვრივი ხმა დაკეტვისას. მასალები, რომელიც მე შევიძინე, არის საით თემუდან და ეს პატარა გორგოლაჭით შევიძინე, რომელიც დამეხმარება რომ უკეთ გავაკრა კარის შიგნიდან ეს ჩვენი ხმის იზოლაციის მასალა და სიმართლე რომ გითხრათ, თვითონ იდეა იმისა, რომ სახში მომესინჯა ეს ყველაფერი წამოვიდა უფრო იქიდან თუ რამდენად იაფი იყო ეს მასალები თემუზე და საინტერესოა რამდენად ხალისხიანი და ვარგისი არის თუ არა საერთოდ და რამდენად მოგცემს იმ შედეგს, რაც დახშული კარის ხმა არის, ხო, რეალურად, ანუ ჩვენ გვინდა რომ ამ შემთხვევაში ეს ციფრიფანა მეტალის ხმა ამოძირკოთ მთლიანად და მივიღოთ უფრო მკვრივი და დახშული ხმა კარის დაკეტვისას. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოს მიზანი არის რომ ეს ყველაფერი თქვენამდე მოვიტანო, დაგანახოთ თუ შეიძლება თუ არა მაქსიმალურად ბიუჯეტურად სახლის პირობებში ამ ყველაფრის გაკეთება და ჩვენი მანქანების გაუმჯობესება. ეს ვიდეო თუ მოგეწონება, არ დაგავიწყდეს რომ დაალაიქო ვიდეო, გამოიწერო არხი, დაწერო ერთი კომენტარი მაინც და შენ შეგიძლია მოსინჯო იგივე სახში და გამიზიარო შენი შედეგები. ჩვენი დღევანდელი პაციენტი არის ჩემი daily მანქანა Mazda 6 2015 წლიანი GT, რომელიც სასწაულ ვიზუალზე არის და ძალიან მომწონს ზოგადად ამ მანქანების დიზაინი, გამძლეობა, ხარისხი, იმიტომ რომ 3 წელი მყავს, მე 4 წელში გადავიდა ფაქტიურად ამ მანქანისგან მე პრობლემა არ მახსოვს და აი ის რაზეც საუბრობდი, აი მწარმოებლები როგორც იქცევიან ხო თანამედროვე მანქანებში არის, აი ეს ნახეთ, აი ისი ამცირებენ მეტალის სისქეს, ესე რომ ვთქვათ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით მეტი სარგებელი მიიღონ. აისახება შემდეგ მანქანის ხარისხზეც, ამ შემთხვევაში მეტალის ხარისხზე და კარის დაკეტვისას გვაქვს აი ეს საშინელი ხმა, რომელიც საერთოდ არაფერში არ ზის დამეთანხმებით და არ ვიცი, კი, საშუალო კლასის მანქანაა მართალია, მაგრამ მაინც გონია რომ ესეთ მანქანას არ უნდა კონდეს მსგავსი პრობლემა რა. 30 წლის იაპონური მანქანა და 10 წლის იაპონური მანქანა. ნუ ამერიკის ბაზრისთვის, მაგრამ მაინც იაპონური, ხომ წარმოებულია იაპონიაში. აი ხა მივიდეთ Sky-ის კართან, GT-რის კართან. არანაირი მოძრაობა არ აქვს საერთოდ მეტალს, აი კაპოტით შევამოწმოთ, საკმაოდ მყარია და აი არანაირი რეკადობა არ აქვს, რაც რა თქმა უნდა, აი ამას ვიძახი ზუსტად, რომ მანქანა, რომელიც გაკეთა 30 წლის წინ და რომელშიც ჩაიდო ძალიან დიდი რესურსი, არის აი ესეთი ხარისხით და მანქანა რომელიც კეთდება დღეს, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი გაიყიდოს, რაც შეიძლება მეტი მოხმარებელი ყავდეს, ბუნებრივია რომ კომპანიამ მეტი ისარგებლოს და მეტი შემოსავალი ნახოს, გამოიყურება ესე, რაც ნუ სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზავთ. ეს არის რეალობა. კარგი, მოდი ახლა დავიწყოთ კარის დაშლა, რაც ძალიან მარტივი პროცედურაა წესით. აი აქ ამის უკან არის ერთი ცალი ვინტი, ასევე აქ არის ერთი ცალი ვინტი და დანარჩენი უკვე შპილკები არის. აი ესე გარშემო და მთლიანად გამოდის მთელი პანელი და შიგნითაც რამდენიმე ბოლტია და დავიწყოთ ეტაპობრივად ყველაფერს გაჩვენებთ. და ამის დამავიწყდა რომ მეჩვენებინა. აი ეს არის ჩვენი მასალა ხმის იზოლაციის, აი იმდენი ჩამოვიდა იმედ შენაძენში. ეს არის გორგოლაჭი, რომელიც ასევე შევიძინე რომ დამეხმაროს გაკვრაში და აი ესეთი პატარა ნაკრები შევიძინე, ეს არის რეალურად აი პლასმასის შპილკების ამოსაღები და ეს კარების შიდა დეტალების მოსახსენად რომ არ დაგვიზიანდეს და მაქსიმალურად საღად შევინარჩუნოთ დეტალები რაც მოხსნით. ესე იგი, როგორც ხდები ახლა ჩვენ მოხსნათ აი ეს პლასმასი იმისთვის რომ მიუდგეთ უკანა მხარეს და შევძოთ ჩვენი იზოლაციის მასალის გაკვრა.
აი ხა მოდი ახლოდან ნახოთ და თან გავიაროთ რა სიტუაციაა, ხო? ესე იგი, როგორც მე აქ ხედავ, ქარხნულად აქ გვაქვს ესეთი ბალიშები, აი ესეთი ბალიშები, რომლებმაც წესით უნდა შეამციროს, უბრალოდ უზრუნო იყოს ვიბრაციის, როგორ თქვა, დახშობა, აი ამ თავარ გამაგრებასა და კარის პანელს შორის, ხო? ამ შემთხვევაში მე რასაც აქ უყურებ, აი იმას რომ ვამოძრავებ, რაც რამდენად ჩანს კამერაში. ეს ბალიშები ოდნავ გარეთ გადის რა, აი ნახეთ. აი ესე ოდნავ მოძრაობს. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ მეტალის ესე ვთქვათ, სისქე არის პრობლემა, არამედ ის რომ აი ამ ბალიშებიდან დროთა განმავლობაში იხსნება, ესე რომ ვთქვათ და უკვე დაკეტვისას ბუნებრივია, რომ ესეთ ციფრიფანა მეტალს უკვე მოძრაობის საშუალება აქვს და იმ არასასურველ ხმას გამოსცემს, რის დახშობასაც ახლა ჩვენ ვცდილობთ. ესე იგი, ესე გადავანაწილე ჩვენი მასალა, რაც გქონდა. აქედან დავიწყე შიგნიდან. აი ამ თავარი გამაგრების უკან წამოყევი, აქ იყო ის ძირითადი მიწებების ადგილები, ესე რომ ვთქვათ. და აი ესე შევავსე ასევე დინამიკის უკანა მხარეს. ეხლა ავაწყობ ამ ყველაფერს და ვნახოთ ხმაზე რა შედეგს მოგცემს. საკმაოდ საწვალებელი საქმე იყო, როგორც თქვენს დაინახეთ. ეხლა კი გავაკეთოთ პირველი ტესტი აწყობის შემდეგ და ვნახოთ რეალურად რა მივიღეთ. ესე იგი, მიკროფონს მოვიხსნი და ესე დავიჭერ აქ, რომ მაქსიმალურად გავიგოთ ხმა. აბა, რადგან ჭეშმარიტების დრო. მეგობრებო, არის სადა დედამიწა შედეგი. მოდი ახლა ვნახოთ სალონიდან როგორ ისმის ეს ხმა, რამდენად მოხდა განსხვავება. არ ვიცი, საოცარი შედეგია მეგობრებო. უნდა კიდევ ერთხელ სიტყვები ან ყოფნის სიმართლე რომ გითხრათ, იმ შედეგით რაც მივიღეთ. ველოდებოდი რომ რაღაცა გამოსწორდებოდა, მაგრამ ესეთი განსხვავება თუ იქნებოდა, ნამდვილად არ მეგონა რა. კიდევ ერთხელ დავწუნდი, რომ მსგავსი DIY პროექტები ძალიან დიდ ხალისს მანიჭებს და დარწმუნებულად ნებისმიერ ავტომოყვარულს ძალიან მოეწონება ესეთი საქმიანობა და მით უმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ თანხა რაც ამაში იყო გადახდილი და შედეგი რაც მოგცა, ხო? ну არ ვიცი, თქვენ თვითონ შეაფასეთ, ხმა გესმით, იმედია და ну ცადა დედამიწა. განსხვავება ძალიან დიდი არის და მე ძალიან მიხარია, რომ ესეთი რაღაცა მინიმალური აღმოჩენა გავაკეთე ჩემი თავისთვის, რაც შემიძლია თქვენს გაგიზიაროთ, ბუნებრივია და როგორც უკვე გითხარით, ჩვენი გოძილა ზამთრის ძილს არის მიცემული, მაგრამ ძალიან მალე გამოიგუძებს და ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო გველოდება წინ. მინდა რომ კიდევ უფრო გამომრავლფეროვნო არქი, ისთვისაც მაქვს გარკვეული გეგმები, მაგრამ ამ ყველაფერთვის თქვენი მხარდაჭერა არის საჭირო, ბუნებრივია, მინდა რომ გამოიწეროთ ეს არქი და ალაიქოთ ვიდეო, დაწეროთ კომენტარი, რაც მე საშუალებას მომცემს, რომ კიდევ უფრო წინ ვიარო და კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ და უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.